რომელიც იქნება სუბტროპიკული და დასავლეთის ესე რა თქმა უნდა თუ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვერავის ეს პროგრამა მეგონი სულზე მოგუსწრებს თამასია სკოლა პროგრამატაციები რომელიც რეგისტრაციას ეკონომიკა საუბარია კარგია სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც არიან წარმოდგენილნი ჩვენ შესაძლებლობა არის ამ დარგში ჩვენ არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ამბობიდან ვიფიქროთ და მათ შორის არ თქონდეს რომელიც თქვა და იქნებოდა გავარანებული რა იყო საქართველოში რადების ჩაის იმპორტი ხორციელდება მნიშვნელოვანია რომ ის სტიმული როგორც აღდგენას აკვეთ ყველაზე კარგად გურგებული კონცეფცია ამიტომ ამაზეც ეს ადამიანები გაეცნენ სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ჩაის აღორძინებას ემსახურება და ასევე დაისვა ძალიან ბევრი საკითხები, რა გზით უნდა წავიდნენ, რა მიმართულება უნდა აიღონ და რაც მთავარია თლიანობაში გამოჩნდა ის გზა, რომელიც ჩაის აღორძინებას ხელს შეუწყობს. დღეს ჩვენთან იყო შეხვედრა, ჩამოგზავნდა სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ოთარ დანელია. და მე ვიხსენებდა ეს არის ბოლო 25 წელია რომ პირველად ჩამოვიდა მინისტრი რაიონში და კონკრეტულად საუბარი იყო ჩაიზე. მეორე წელია ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა, ძალაში შევიდა ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა. ფაქტიურად ჩაი იყო განწირული, ახლა სხვანაირად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ ბოლო 2 წელი რომ არავის ჩაი არ უნდოდა. ჩვენ რაიონში იყო 3600 ჰექტარი პლანტაცია, დღესდღეობით დაახლოებით 900 ჰექტრამდე შემორჩა და ეს პროგრამა საშუალებას მოგცემს ჩვენ ჩემი საწარმოს გარდა იმუშავებს დაახლოებით 3 დიდი საწარმო და 1 8 კოოპერატივი.